ახალი დღის, ახალი რიტმი. დღის აქტუალური საკითხები საზოგადოებრივი აზრის პრიზმაში. თემატურად მრავალფეროვანი გადაცემები და რუბრიკები. დღის მთავარი სტუმრები და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი თანაწამყვანები. დღის პრობლემური შეკითხვები და კომპეტენტური პასუხები. 12 საათიდან 17 საათამდე. მოიგდრო, გაიგე მთავარი. ეს არის დღის არხი. რადიო იმედზე. გამშვიდობისა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დღის არხი გრძელდება ღია ეთერში. სტუდიაში მუშაობას განვაგრძობ ნინი ხუგაშვილი. პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე როგორი ავითარება დღეს პოლიტიკურ სპექტრზე განვიხილავთ გადაცემის ამ ნაწილში. გივი მიქანაძე იქნება სტუმარი, ქართული ოცნება და მოუკიდებელი საქართველოსთვის პროპორციული სიის წევრი. ეპიდვითარება და შეზღუდვები არის ბუნებრივი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, თუმცა ყურადღების მიღმა არ რჩება მოლაპარაკებები ოპოზიციასა და პოზიციას შორის. უცნობია რა ფორმატში განაგრძობს პროტესტს ოპოზიცია, ამბობენ რომ სამოქმედო გეგმა ჯერჯერობით არ არის საბოლოო ჯამში ვთქვათ დადასტურებული. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დღეს ლელოს ოფისში შეიკრიბნენ, თუმცა დაახლოებით 2 საათიანი მსჯელობის შემდეგაც მათ არ აქვს ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, გეგმა როგორ გააპროტესტონ მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრება. აქციის დეტალებზე ისაუბრებენ ხვალაც და სავარაუდოდ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ერთი რაც არის ცნობილი ის რომ ყველა ლიდერის აზრით პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი ქუჩის აქცია ეპიდვითარების თვალისწინებით არის საფრთხის შემცველი. მათ შეაფასეს ახალი შეზღუდვებიც და თქვეს, რომ გადაწყვეტილებებს ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტად აქვს პოლიტიკური დატვირთვა. მათივე თქმით, აკრძალვები ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ სოციალურ ფონს კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს. პირდაპირ ეთერში გვერდდება ჩვენი სტუმარი, ქართული ოცნება და მოუკიდებელი საქართველოს პროპორციული სიის წევრი გივი მიქანაძე. მოგესალმებით, ბატონ გივი, გიხდით უღრმეს მადლობას გადაცემაში მონაწილეობისთვის. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელს და მადლობას გიხდით გადაცემაში მოწვევისთვის. მთავარი საკითხი, რაზეც ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ, თქვენთან ეპიდვითარება გახლავთ არსებული და შეზღუდვები ამ ყველაფრის ფონზე. ჩვენ მქონდა შესაძლებლობა გავცნობოდით ოპოზიციის წარმომადგენლების შეხედულებებს შეზღუდვებთან დაკავშირებით მიუხედავად არსებული ეპიდვითარებისა. მე თქვენ მინდა ამჯერად გითხოთ, არსებობდა თუ არა სხვა გამოსავალი შეზღუდვების გარდა, რომელიც გუშინ გამოცხადდა, რომელიც ძალაში შედის ხვალიდან და რა შედეგზეა ის გათვლილი? მადლობთ ამ შეკითხვისთვის. იცით რა არის, თუ დაუკვირდებით იმ პროცესებს, რომელიც ვითარდება, განვითარდა და მთავრობის და ხელისუფლების მოქმედებას, აქ თავსახად არის გამოხატული ის დამოკიდებულება, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა ყველა მხარესთან დიალოგის რეჟიმში იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეს იყვნენ ექიმები, ეპიდემიოლოგები, მაგრამ მხოლოდ ერთი არის პოზიცია რომ არ ყოფილიყო გათვალისწინებული, ამიტომ ძალიან ინტენსიური დიალოგი ყოველდღიურ რეჟიმში თქვენ ნახეთ მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით მარჭო, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით არის შექმნილი, ხვდებოდა ყველა მხარეს, ეს იქნებოდა კონკრეტული ასოციაციები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები თუ ასე შემდეგ. სწორედ მათთან კონსულტაციის საფუძველზე და იმ ღირებულებების გათვალისწინებით, რაც პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. იქნა მიღებული მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება იმ რეალობების გათვალისწინებით, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და იმ შესაძლებლობების მაქსიმუმის გათვალისწინებით, რომელიც ამ წუთას ხელისუფლებას შეუძლია, რომ ყველანაირად გამოიყენოს იმისთვის, რომ ყველაზე საჭირო მიმართულებებს იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც ამ კუთხით დახმარება მნიშვნელოვანი არის და იმ ბიზნეს სექტორს, რომლის განვითარებისთვის და ხელშეწყობისთვისაც მხარდაჭერა აუცილებელი არის, მაქსიმალურად რომ გვერდში დავდგომოდით. ამიტომ ის გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, ეს არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც აგებული იყო მხარეებთან ძალიან ინტენსიურ კონსულტაციებზე, დიალოგზე, ყველა პოზიციის მაქსიმალურად გათვალისწინებაზე, მაგრამ აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ღირებულებები, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობის მდგომარეობას, რა თქმა უნდა პრიორიტეტული არის და ის ზომები, რომელიც მივიღეთ, მიმართული არის არა სრული ლოკდაუნისკენ, არამედ ნაწილობრივი შეზღუდვებისკენ და წერტილოვანი შეზღუდვებისკენ და პლუს ამას ამის საპირწონედ ხელისუფლებამ წარმოადგინა კონკრეტული სოციალური პაკეტი იმ აქტივობებისა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ესე ვთქვათ, აი შეზღუდვები იმოქმედებს,
მოსახლეობის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს და ბიზნეს სექტორის კონკრეტულ მიმართულებებს ეკნეთ მაქსიმალური ხელშეწყობა, როგორც ცეცხლთან დაკავშირებულ სუბსიდირების კუთხით, ასევე გარკვეული კომპენსაციების თვალსაზრისით. თუმცა მიუხედავად ამისა, ვრცელი განმარტების მიუხედავად, რომელიც ჩვენ ახლა თქვენგან მოვისმინეთ, მაინც მინდა გკითხოთ, როგორი იქნება ეკონომიკური რეალობა ეპიდვითარების ფონზე. როგორ ხედავთ თქვენ, გაუძლებს თუ არა მას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არსებულ პირობებში, რა პოტენციალი გვაქვს შეზღუდვების შემდეგ, თქვათ, სწრაფად განვითარებისთვის, რა შედეგი დავინახეთ ჩვენ პირველი ლოკდაუნის შემდეგ და რა ვისწავლეთ იმისთვის, რომ მეორე გაცილებით უფრო მსუბუქად მიუხედავად იმისა, რომ ლოკდაუნს არ არქმევთ და შეზღუდვების გაფართოებას, ხო, ნაწილობრივ. საინტერესოა მოვისმინოთ თქვენი მოსაზრება. პირველი რასაც ვიტყვი, რომ ჩვენი ოპონენტები სამწუხაროდ კვლავაც ცდილობენ, რომ უფრო მძიმედ წარმოაჩინონ ვითარება და საზოგადოების განწყობებზე მოახდინონ გარკვეულწილად ნეგატიური ზემოქმედება. ამით გარკვეული პოლიტიკური სარგებლის ელემენტები ჩნდება, რაც სამწუხაროა, იმიტომ რომ ამ ვითარებაში ჩვენ პირიქით ერთად უნდა დავდგეთ მაქსიმალურად, იმიტომ რომ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე გვაქვს საუბარი. და იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვისმენდეთ კონკრეტულ კრიტიკას მათი მხრიდან, რეალურად კონკრეტული წინადადებები არ მოგვისმენია და ამ დროს როდესაც ხელისუფლება მართავს ძალიან ფართე მასშტაბიან დიალოგს ყველა დაინტერესებულ პირთან და ყველა მოთამაშესთან, რომლის ინტერესებით აი ამ შეზღუდვებით შეიძლება გარკვეულწილად დაზარალდეს. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის, თუმცა მოგახსენებთ, რომ ყველა ხელისუფლებაში არის მობილიზებული და მაქსიმალური კომუნიკაცია მიმდინარეობს ბიზნესის წარმომადგენლებთან, ისევე როგორც საზოგადოებას ყოველდღიურად და მყისიერად ეწოდება ინფორმაცია იმის შესახებ, რა ნაბიჯები იქმნება, რა არის უახლოეს პერიოდში დაგეგმილი. პირველი 2 თვის გეგმა, რაც ესე ვთქვათ, უბრალოდ ეს 2 თვის გეგმა, რომელიც წარმოადგინა გუშინ მთავრობამ, დეტალურად განსაზღვრავს, რომელ პერიოდებში რა შეზღუდვებზე გვაქვს საუბარი, როდის არის ამ შეზღუდვების ნაწილობრივი, ესე ვთქვათ, გათავისუფლება ამ შეზღუდვებისგან, შემდგომში რა შეზღუდვები იგეგმება და ეს ყველაფერი მიმართული არის ერთ მთავარ ელემენტზე, რომ ჩვენ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ჩვენს სამედიცინო მუშაკებს, ჯანდაცვის სექტორს იმისთვის, რომ ნელ-ნელა განიტვირთოს, ეპიდსიტუაცია არ გავრცელდეს და პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვაკეთებთ საკმაოდ მნიშვნელოვან ინვესტირებას. მოგეხსენებათ, რომ პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ 1.1 მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდება იმისთვის, რომ ბიზნეს სექტორის ხელშეწყობა კვლავაც გაგრძელდეს, საბანკო, ასე ვთქვათ, პროცენტების სუბსიდირება მოხდეს, კომუნალურების დაფარვა მოხდეს მოსახლეობისთვის 4 თვის განმავლობაში, ნოემბრიდან დაწყებული თებერვლის ჩათვლით და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას სოციალურად დაუცველი ფენებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, 16 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილის ოჯახებისთვის და ასე შემდეგ. ანუ საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანას გააჩნია, მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ თვითოეული მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული და ამავდროულად მაქსიმალურად კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ეკონომიკას ესეთი მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგეს. იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ როდესაც წარვადგინეთ ჩვენმა გუნდმა 1 ოქტომბერს, როდესაც წარვადგინეთ შემდეგი 4 წლის განვითარების გეგმა, ასე ვთქვათ, წინა საარჩევნოდ, იქ იყო კონკრეტული საუბარი, კონკრეტული გეგმა იმ კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ეპიდემიიდან მოყოლებული ქვეყანაში შეიქმნა და იქ არის კონკრეტული ნაბიჯები, როგორ უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, იმ წინანიშნულებზე დაბრუნება და შემდგომში ეკონომიკის კიდევ უფრო გაძლიერება, გაჯანსაღება, მეტი ინვესტიციის მოზიდვა და მეტი დასაქმება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ამიტომ არის კონკრეტული გეგმა, რომლის განხორციელებაც უახლოეს პერიოდში კი არ დაიწყება, უკვე დაწყებულია, მაგრამ ამასთან ერთად მნიშვნელოვანი არის ის, რომ საზოგადოება გვერდში დაუდგეს ყველა მოთამაშეს, ეს იქნება ხელისუფლება, ეს იქნება ბიზნეს სექტორი თუ სხვა, იმისთვის, რომ ის რეგულაციები, ის წესები დადგენილი არის სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ, ეს შესრულდეს, ის ჰიგიენური პირობები, ის დისტანცირება,
ის პირბადის გამოყენება და ასე შემდეგ ის რეგულაციები, რომელიც დადგენილია, მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნეს იმისთვის, რომ საზოგადოება დაცული იყოს ეპიდემიის გავრცელებისგან, ჩვენ გავწყვიტოთ ეს ჯაჭვი ამ ეპიდემიის გავრცელებით და პარალელურ რეჟიმში მაქსიმალურად ვიზრუნოთ ეკონომიკის გაჯამსაღებას. მადლობა, ბატონ გივი, მინდა გითხოთ ასევე, როდესაც საუბრობთ რეგულაციებზე, რეგულაციის ახსრულების მექანიზმი იყო კრიტიკის ერთ-ერთი საგანი ხშირ შემთხვევაში. თქვენ როგორ აღიქვამთ, რამდენ ძლიერი იყო ამ მიმართულებით ხელისუფლება და რამდენად შეიძლება გამოვიყენოთ ახსრულების მექანიზმების, ასე ვთქვათ, კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულად, უფრო მონიტორინგის მძლავრი სისტემით ამჯერად. და კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამ, თუ შეიძლება, როდესაც თქვენ საუბრობდით დაზარალებულ სექტორზე, ზოგადად ჩვენ ყველამ დავინახეთ პირველივე დღეებიდან ტურიზმის სექტორი მასში ჩართულ პირებზე ძალიან მძიმე ზეგავლენა პანდემიისა ბუნებრივია, ჩვენ თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ეკონომიკა მიუხედავად რიცხობისა, რომელზეც საუბრობენ როგორც სამინისტროების ხელისუფლების, ასევე ექსპერტები, მაინც ჩვენ ხედავთ, რომ მასში ჩართული დასაქმებული პირების რაოდენობა ძალიან მაღალი იყო ყოველ შემთხვევაში ტურიზმის სფეროში, ერთ-ერთ მძლავრ დასაყრდენს წარმოადგენდა. ცალკე განხილვის თემა რამდენად იყო სწორად არჩეული სტრატეგია, რომ ერთ-ერთი ძირითადი დასაყრდენი ქართული ეკონომიკის ყოფილიყო ტურიზმი, თუმცა ამჯერად მე მინდა გითხოთ, რა სექტორი შეიძლება ვიხილოთ ჩვენ ეს მძიმე ვითარებაში, რომელსაც დასჭირდება მძლავრი ხელშეწყობა შემდგომ უკვე ძალების აღდგენისა და განვითარებისთვის. კი ბატონო, რეგულაციებთან დაკავშირებით გიპასუხებ პირველ რიგში, ეს რეგულაციები იყო ძალიან ეფექტიანი, ამისი მტკიცება ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, როდესაც პირველი ტალღა გქონდა, ეს რეგულაციები დაწესდა, გახსოვთ თქვენ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, იყო წერტილოვანი შეზღუდვები, იყო უფრო მძიმე შეზღუდვებიც, ვიდრე ეხლა გვაქვს დაწესებული და ამან საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო და საქართველოს როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყო აღიარებული მსოფლიოს მასშტაბით პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და მართლაც ის ციფრები და ის მონაცემები, რომელიც ჩვენ ქონდა თვეების განმავლობაში, მართლაც ძალიან შთამბეჭდავი შედეგის მომასწავლებელი იყო, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ძალიან სწორად წარმართულ პოლიტიკას გულისხმობდა. ჩვენ ვიცოდით, რომ დადგებოდა მეორე ტალღა, რომელიც იქნებოდა ბევრად უფრო მძიმე და ბევრად უფრო რთული. ახლოს თუ შეიძლება ცუდად ისმის თქვენი ხმა ბატონ გაჩა. ბატონ გივი უკაცრავად. არის ჩემი ხმა? კი ბატონო ისმის ახლა. ხო, ანუ მაგას გეუბნებოდით, რომ ის პერიოდი, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, როდესაც ჩვენ ეს რეგულაციები ავამოქმედეთ თავიდანვე და ჰქონდა საკმაოდ ისეთი მკაცრი შეზღუდვები, მაგრამ ამან თავისი ეფექტიანობა გვაჩვენა. ეს პერიოდი გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად მომზადებულიყო მეორე ტალღისთვის და ჩვენ ვიცოდით და ეს არავისთვის დამალული არ იყო. ეპიდემიოლოგებიც, მთავრობის წარმომადგენლებიც, მოსახლეობას, საზოგადოებას ვაფრთხილებდით იმის თაობაზე, რომ ესე ვთქვათ, რაიმე გამარჯვება ეპიდემიაზე ნაადრევია, იმიტომ რომ ეპიდემია ჩვენთან რჩება, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში და ყველა ქვეყანაში, თუმცა ჩვენ ვემზადებით მეორე ტალღისთვის, რომელიც გაცილებით უფრო რთული და მძიმე იქნება, ვიდრე პირველი ტალღა. რეალურად უნდა ვთქვათ, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა თლათ, ასე ვთქვათ, რეალისტურად არ მიიღო ეს გაფრთხილებები. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო ის გარემოება, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გამართული არაერთი მასობრივი აქცია იყო ძალიან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აი ამ ყველაფრის მიმართ, რამაც ხელი შეუწყო და კიდევ უფრო გააძლიერა ამ ვირუსის გავრცელება. რაც შეეხება ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, მიმართულების სექტორებს, ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, რომელიც წლიდან წლამდე საქართველოში ვითარდებოდა და ძალიან მაღალ დონეზეც და მოგეხსენებათ, რომ არა მარტო ტურისტების რაოდენობით, არამედ თვითონ საქართველოს როგორც ასე ვთქვათ, ახალი ტურისტული მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი და ყველაზე მიმზიდველი ლოკაცია სოფლიოს მასშტაბით არაერთი, ასე ვთქვათ, საერთაშორისო კუთხების მიერ აღიარებულ იქნა, მაგრამ ტურიზმის კუთხით მარტო საქართველოს არ მიადგა, ასე ვთქვათ, ზარალი. იტალია აიღეთ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც ტურიზმის დარგში ითვლება ერთ-ერთ წამყვან ქვეყანად. იქაც ანალოგიურ სიტუაციებს ხვდებით, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი ქვეყნის პრობლემა, ეს არის გლობალური პრობლემა, რომლის გადაჭრის კუთხითაც ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე პაკეტში
დიახ. გესმით ჩემი ხმა? დიახ, ისმის, არის ის ჩემი ხმა. კი ბატონო, ძალიან მოკლედ თუ შეიძლება დავასრულოთ სექტორი, რომელიც შეიძლება დაზარალდეს და რომელსაც დასჭირდება აუცილებლად მხარდაჭერა და გადავიდეთ პოლიტიკის ნაწილზე. სექტორს ვერ გამოვყოფთ, მაგრამ ხელისუფლების მზაობა არის, რომ ყველა სექტორის მიმართულებით მაქსიმუმი გააკეთოს იმ რესურსების და იმ რეალობების გათვალისწინებით, რომ ჩვენ ეკონომიკური გაჯანსაღება და მდგრადობა უზრუნველყოთ და არ მივცეთ საშუალება, რომ სექტორი დაზარალდეს. ამიტომ ამ კუთხით არაერთი ნაბიჯი გადაიდგაუე, იდგმევა, იგეგმება და ჩვენ მზად ვართ ყველასთან აქტიური დიალოგისთვის, საუბრისთვის და ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის განსახორციელებლად. კი ბატონო, უღრმესი მადლობა. მოდი დავასრულოთ ეკონომიკაზე საუბარი და გადავიდეთ პოლიტიკურ მიმართულებაზე. თქვენ აღნიშნეთ საუბრის პარალელურ რეჟიმში, რომ ოპოზიციისგან ხელისუფლების მისამართით ნაკლებად მოისმინეთ ჯანსაღი კრიტიკა ან რჩევები. მე მინდა გკითხოთ, რამდენად ელოდით თავად ოპოზიციისგან მაგალითად სტრატეგიული რჩევების მიღებას, ვითარებასთან დაკავშირებით, ან იყო თუ არა ინიციატორი ხელისუფლება, რომ მრგვალ მაგიდასთან მოესმინა, ვთქვათ, შეხედულებებიც ამასთან დაკავშირებით, ან როგორი თამაშის წესებია დღეს ხელისუფლების და ოპოზიციის ურთიერთობისა? ხელისუფლების მხრიდან და ჩვენი გუნდის მხრიდან ზოგადად ძალიან ღიაობა არის ნებისმიერ ფორმატში თანამშრომლობის კუთხით. ერთ-ერთი ფორმატი და უმთავრესი ფორმატი, რომელიც საზოგადოების მხრიდან იქნა გამოხატული და მხარდაჭერილი, ეს იყო 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები, როდესაც მოქალაქეებმა თავისი პოზიცია გამოხატეს და აფიქსირეს და გვაქვს კონკრეტული შედეგები, რომელსაც სამწუხაროდ დღემდე, ასე ვთქვათ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჩვენი ოპონენტები არ აღიარებენ. რითიც აი ამ ძიმე ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით, კიდევ დამატებით ცდილობენ, რომ პოლიტიკური კუთხით გარკვეული კრიზისი შექმნან, თუმცა საზოგადოებისთვის მე მგონი ცალსახაა და ასე ვთქვათ, ძალიან თვალნათელია ის გარემოება, რომ ხელისუფლების მხრიდან არაერთი ნაბიჯი გადაიცა კონსტრუქციულად დიალოგის მოწოდებით და პირველი მოწოდება სწორედ ჩვენი პარტიის ლიდერებისგან იყო ოპოზიციასთან მიმართებაში, რომ დაწყებულიყო დიალოგი და ნებისმიერ მათთვის საინტერესო საკითხზე ქონოდა საუბარი. გადახსენებთ, რომ პირველი ოპონირება მათი მხრიდან დაიწყო საარჩევნო ბიულეტენებზე, უბრალოდ შემაჯამებელ ოქმებზე, რომელიც საუბნო კომისიებს ჰქონდათ და ვითომაც იქ იყო დაშვებული შეცდომები და აჩვენებდნენ პირველ გვერდს და არ აჩვენებდნენ შესწორებულ მეორე გვერდს, რომელიც ამ დოკუმენტის თანდართული ნაწილია და ის არის საბოლოო დოკუმენტი. როდესაც ეს გავასაჯაროვეთ, მერე ეს საკითხი აქტუალური არ გახდა. მერე დაიწყო მანიპულირება გადაცვლებთან დაკავშირებით. CSCOM მიიღო უპრეცედენტო შემთხვევა და 40-მდე უბანში გადათვალა შედეგები. ამ გადათვლის შედეგად პირველი გამოვლინდა ის, რომ ჩვენი გუნდიც დაზარალდა და გარკვეულ უბნებში გარკვეული ხმები საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობა დაგვაქვს, თუმცა საბოლოო ჯამში ამ გადათვლებმა აჩვენა, რომ არსებითი შედეგი არ შეიცვალა და იმდენად უმნიშვნელო არის ცნობილება, რომ საერთო შედეგზე გავლენა არ შეიძლება რომ იქონიოს. საუბარი იყო იმაზე, რომ ბათილი ბიულეტენები თითქოს და ძალიან დიდი რაოდენობით იყო და აღმოჩნდა, რომ ბათილი ბიულეტენები იყო 3.4%, მაშინ როდესაც წინა არჩევნებზე 3.6% იყო და ეს ყოველთვის არის გარკვეული პროცენტული რაოდენობა ყველა არჩევნებზე, რომელიც არ ცდება იმ ზღრულ ნორმას, რომელიც სხვა არჩევნებზე იყო. საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შევთავაზეთ, რომ გადათვლილიყო ნებისმიერი რაოდენობის უბნები, როდესაც დაინახეს, რომ გადათვლაზე წოდით, მერე ესაც აღარ იყო საინტერესო. იყო საუბარი იმაზე, რომ მოხდარიყო ვიდეო ჩანაწერების ამოღება და იმისი გახსნა. შემდგომში ესაც აღარ გახდა საინტერესო. ამიტომ კონკრეტული ციფრები დაუდეთ, პარალელურად დაკავშირებული ციფრები, დებატები შევთავაზეთ. გესმით ჩემი ხმა? ფორმატი გამოვხატეთ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი აგვეცილებინა თავიდან და როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ, რომლებიც აღიარებენ, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებული და თავისუფლების ძირითადი პრინციპები იყო დაცული, რაც არის საერთო შეფასება. ისინი მოუწოდებენ და ყველა ერთხმად მოუწოდებს, ეს იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ევროსაბჭო თუ სხვა საერთაშორისო ჩვენთვის წონადი და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტრუქტურები, ყველანი მოუწოდებენ ოპოზიციას, რომელიც ძალიან სოლიდურად არის წარმოდგენილი 150 ადგილიდან 60 ადგილი ოპოზიციას უჭირავს,
რომ შევიდნენ ისინი პარლამენტში და კონსტიტუციურ ჩარჩოებში საპარლამენტო ცხოვრებაში გადაიტანონ ეს თანამშრომლობა იმისთვის, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ეს არის აუცილებელი. კი ბატონო, უღრმესი მადლობა, ბატონ გივი. ჩვენ ქვეყანას კიდევ უფრო ესე ვთქვათ, განვითარებისკენ წაიყვანს და საზოგადოების ინტერესებში არის. გასაგებია. სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს ასე არ არის, თუმცა ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ის მოლაპარაკება, რომელიც ჩვენი მეგობარი ელჩების ფასილიტაციით დაწყებული არის, მივა სასურველ შედეგამდე, თუმცა იმ თავარი პირობის დაცვით, რომ ის არჩევანი, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა 2020 წლის 31 ოქტომბერს გააკეთეს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას მისცეს ხმა, ეს ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ და მათ მიერ გაკეთებული არჩევანი და მათი შედეგები უნდა ვაღიაროთ. ბატონ გივი. სხვა ნებისმიერ საკითხზე სრული მზაობა და ღიაობა თანამშრომლობის განხილვის დისკუსიის ყველანაირ ფორმატში მზად ვართ აი ამ თანამშრომლობის. ბატონ გივი, ძალიან გთხოვთ, გესმით ჩემი ხმა? გასაგებია თქვენი მოსაზრებები, თუმცა მაინც საინტერესოა, რადგან თქვენი საუბრიდან მოვისმინეთ მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღიარებთ შექმნილი ვითარება არის კრიზისული, როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესის დარეგულირება. ჩვენ ვნახეთ ორი რაუნდი ფაქტობრივად მოლაპარაკებების, როდი შეიძლება ვიხილოთ მესამე. ამ ეტაპისთვის ჩვენ ხედავთ, რომ პროცესში ჩართული ორივე მხარე მეტნაკლებად პრინციპულ პოზიციაზეა. ვის რა პოზიციის დათმობა შეუძლია ამ ეტაპისთვის თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს? ჩვენ ასევე მოვისმინეთ შეხვედრიდან ვთქვათ გამოსული პროცესის მონაწილეების მოსაზრებები, მაგალითად მახსენდება ალე კოელისაშვილის, რომელმაც თქვა, რომ არ იყო მეორე რაუნდი ისეთივე მძიმე და ხისტი როგორც პირველი. როდის გაიმართება მესამე, რა შედეგს ველოდებით ჩვენ? პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ ჩვენთვის უცნობია ჯერჯერობით მესამე რაუნდი როდის გაიმართება, მოგეხსენებათ, რომ ფასილიტატორმა ელჩებმა გარკვეულწილად შეცვალეს სტრატეგია მეორე რაუნდის შემდეგ, მანამდე თუ ხდებოდა ერთობლივ გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, ახლა ეს შეხვედრები მათ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ინდივიდუალური ხასიათის ფორმატში განახორციელეს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა ნებისმიერ დროს, როდესაც ჩაინიშნება ეს შეხვედრა, ამ შეხვედრაში მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენთვის არის კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ ყველა შესაძლებლობა მისაღები განხილვისა და მსჯელობის კონსტრუქციულ რეჟიმში გარდა იმ წითელი ხაზისა, რომელიც გადის 31 ოქტომბერს გაკეთებული მოქალაქეების არჩევანთან და ამ არჩევნების შედეგების აღიარებასთან. ამას ყველამ პატივი უნახეს, ეს ყველამ უნდა აღიაროს და ამის მიღმა ნებისმიერ საკითხზე ჩვენ გვაქვს სრული მზაობა დავჯდეთ ვისაუბროთ ნებისმიერ ოპოზიციურ ძალასთან და განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში არის. ან უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენს მიერ აღნიშნული წითელი ხაზი არის ძალიან ხისტი გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ბოლო შეკითხვას დაგისვამ და დავასრულოთ თუ შეიძლება. ამით როდის გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა და ამ მოვლენების ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ პირველი სხდომა მათ შორის და საპარლამენტო ცხოვრება ერთპარტიული თუ სხვადასხვა გამარჯვებული პარტიის სახით? კიდევ ერთხელ ხაზი მოვსვამ, რომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციური პარტიები საქართველოს საზოგადოების დაკვეთას, რომელიც მათ მიიღეს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, გამოიყენებენ და იმ მანდატს, რომელიც მათ მინიჭებული აქვს 60 წარმომადგენლის მეშვეობით, გამოიყენებენ იმისთვის, რომ ქვეყნის და საზოგადოების სასიკეთო წარმართოს პროცესი და შემოვლენ პარლამენტში. როდის უნდა შეიკრიბოს პირველი სხდომა იქნება მას შემდეგ, რაც მეორე ტურის შედეგები იქნება CSKO-ს მიერ შეჯამებული. ეს რა თქმა უნდა სავარაუდოდ არა, ყველა შემთხვევაში დეკემბრის თვეში იქნება, სავარაუდოდ დეკემბრის პირველ ნახევარში. სამართლებრივი კუთხით გეტყვით, რომ პარლამენტი არანაირი კრიზისის წინაშე არ დგას, იმისთვის რომ პარლამენტის უფლებამოსილება იყოს ცნობილი, ამისთვის სრულიად საკმარისი არის 76 დეპუტატის მიერ ამ უფლებამოსილების ცნობა, ამიტომ შესაბამისად რაიმე სამართლებრივი ხარვეზი ან შეფერხება პარლამენტის საქმიანობას ვერ ექნება. აქ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ როგორც ჩვენ პირველივე დღიდან მოუწოდებდით და ეხლა უკვე ესე ვთქვათ ინტენსიურად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოუწოდებენ ოპოზიციამ გადადგას ნაბიჯი ქვეყნისა და საზოგადოების სასიკეთოდ და ის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს
9 პარტიის წარმოდგენილ პარლამენტს, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება როგორც პოლიტიკური ცხოვრებისთვის, სამუშაოდ, ასევე ქვეყნის განვითარებისთვის პირველ რიგში, ეს შესაძლებლობა გამოიყენონ და შესაძლებლობა შეიქმნას იმისთვის, რომ ჯანსაღი კონსტრუქციული მსჯელობისა და განხილვების შედეგად მივიღოთ ისეთი კანონები, განვახორციელოთ ისეთი ფორმის საპარლამენტო კონტროლი, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ეთილდღეობას დამატებით შეუწყობს ხელს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დემოკრატიული პროცესებისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასე ვთქვათ, ეს მრავალპარტიული სისტემა იყოს განხორციელებული, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენს ოპონენტებს ვერაფერს ვერ დავაგალებ, მაგრამ დიახ. თუდად ისმის თქვენი ხმა ვასრულებ ბატონო. ისმის ჩემი ხმა. კი ბატონო და დავასრულოთ თუ შეიძლება. კი ბატონო. ანუ კიდევ ერთხელ ხას უსვავ იმ გარემოებას, რომ ყველამ უნდა ვცეს პატივი იმ ადამიანებს, რომლებმაც კოვიდის პირობებში 2 მილიონი ადამიანი თითქმის მივიდა 31 ოქტომბერს და მხარი დაუჭირა მათთვის სასურველ პოლიტიკურ სუბიექტს და რომლის შედეგებიც ჩვენთვის თვალსაჩინოა, ეს უნდა იქნეს პატივცემული, ეს უნდა იქნეს აღიარებული და ჩვენ უნდა დავიწყოთ შემდეგი 4 წლის ქვეყნის განვითარებაზე მსჯელობა საპარლამენტო ცხოვრების ფორმატში, რომ ამ ქვეყნის გაუმჯობესებისკენ, კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესებისკენ და კიდევ უფრო მეტი წესრიგისთვის ერთობლივად ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. უღრმესი მადლობა გაიცემაში მონაწილეობისთვის და გისურვებთ წარმატებებს. გივი მიქანაძეს უსმენდით, ქართული ოცნება დამოუკიდებელი საქართველოს პროპორციული სისწევრს, ეპიდვითარება და შეზღუდვები იყო მთავარი განსახილველი თემა მასთან საუბრის პერიოდში. დღის არხი დღეს ამით დასრულებულია. რადიო იმედზე მუშაობდი ნინი ხუგაშვილი. გიხდით მადლობას ყურადღებისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას. დღის აქტუალური თემა. ეს არის დღის არხი რადიო იმედზე. ნინი ხუგაშვილთან ერთად.